Დილონ შვიდობის შაბათი, დილონ შვიდობის. როგორ ხართ? მე ნორმალურად ვარ. ჩვეულებრივი დღეები. დღეს მქონდა ესეთი სამუშაო დღე, ასეთი. რა თქმა უნდა, გამოვიბრანჭე ამ დროს საგარეო კაბას ვიცვამ ხოლმე და ისე ვჭდები, იმიტომ რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო, შეგრძნება მქონდეს, რომ სამსახურში ვარ. არა ვდგე და არ ვეცე ჭურჭელს, რომელიც იქ მელოდება, თუმცა საერცხის მანქანა შევაკითხე. დავასრულე, კომპანიის მფლობელებს გავუგზავნე, ვის რამდენია გადასახდელი. გამოვთოთ და დავლიოთ ახლა ყავა. კიდევ ერთი დამრჩა და იმასაც დავასრულებ მოგვიანებით. Updates მხავს, კი ბატონო, update და ჩვეულებრივ სათხარე, რომელსაც ახმარობ ხოლმე სამუშაო ამბები და რა გვეკუთვნის ჩვენ ყავა. სანამ ყავას მივირთმევთ, ცოტა ჭურჭელი მაქვს ამის ერთხელ, რომელიც მაწუხებს, უცებ ამოვჭეჭყოთ, ვერ ამოვჭეჭყავს, უცებ, იმიტომ რომ დილას გავრეცხე ჩემი სახის ფუნჯები, რომელსაც არ ვხმარობ, არ ვიცი რატო გავრეცხე, უბრალოდ გავრეცხე, მაწუხებდა, დამტვერილი იყო და ფეირი შევიტანე, 2 წუთში გამოვიტან. მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, რომ ნიკუშა ფულქარდი დაკარგა და ავიოთ ფულქარდი. მოლი მყავს ხალგოგოებოდ სულაც ვიჭებო. ესე სტარტზე გავარ და ველოდები. რომ კარგად იცით, რომ თელოში არის ერთი ძალიან მაგარი უმაგრესი თავის საქმის მცოდნე და საოცარი ადამიანი, საოცარი ახალგაზრდა, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს თან, გადის ტრენინგებს და არის ყველას გეცოდინება ხელოვნებას. Domeniul simpatiores და უმაგრესი ბიჭი. ამ ზამთარს არ მომყოლია მე თქვენთვის ახალი წლის შემდგომ მამას ყავს გერმანული ნადაზი. არ მასწავლებს შეგვიძლია ყავა დამიეს. სერს განხობა დავლიოთ ყავა. მაგრამ არ ვიცი რამდენი გადასახადი. გერმანული ნაგაზი, რომელსაც ტურა მოკბინა სასქესო ორგანოზე, მამალია. რა თქმა უნდა, ცოტა გვიანშავა მჩნიეთ. როცა უკვე დასიუდა. არ ვიცი, საოცრება ჩაიდინა ამოჭნა. ხოდა ახლა ველოდები ნიკოლეს როდისინებს და წაიყონს. და მე მინდა რომ საქართველოს ბანკში წავიდეთ. მათ მინდა შევიჭრა, კარები მინდა შევიჭრა. მოკლედ, გეგმები მაქვს, ოღონდ ველოდები რამდენიმე კვირა გადასახდები. ჩემი მოლაღური, ჩემი ძალი, შარდში აქვს სისხლი. მევაძლევ ანტიბიოტიკს ექიმის მითითებით და შემცირდება. ალბათ შარდის ბუშკის ანთება იმედს ვიტოვებ. ყველაფერი ერთად კივის ჩაიდან, საერცხის მანქანა. მე
გასწრებული ლამაზი კაბობიც. ხო და არ ვიცი ესე არა და ბევრი საქმეები მინდა მოვასწრო. თქვენ ხომ იცით როგორ მეყვარს ჩემი დაბადების დღე? გიშდები. ალბათ თით ჩამოსაფრელი ადამიანია, რომელსაც ასე როგორც 3 წლის ბავშვს და 2 წლის ბავშვს უყვარს თავის დაბადების დღე, როცა ბევრ საჩუქრებს ჩუქნიან და ძალიან ლამაზ კაპის ჩაცმის უფლებას აძლევს დედიკო ფუშფუშებიანის, ზუსტად იგივე შეგრძნება მაქვს. დედაჩემს უყვარდა ძალიან ჩემი დაბადების დღე. არ ვიცი იმის დამსახურებით არის თუ როგორ არის, არ ვიცი ესე ადრე უფრო ესეთი ის მქონდა, ეხლა ცოტა გამინაცრის და სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა ხოლმე, მარტში, მაისში უკვე ყველაფერი დაჯავშნილი მქონდა ხოლმე. ეხლა ამ ჯავშნებს რა თქმა უნდა აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ ჩემს ძალებს აღემატება ბევრი რამე უკვე, რასაც ადრე ვაძლევდი ჩემ თავს, რაც უფლებას, რაც ნიკუშამ მოიზარდა, რაც უნდა ხარჯი გამეზარდა და შესაბამისად რაღაცების უფლებებიც შემეზღუდა. ხო და ეხლა ვცდილობ ხოლმე რომ სადმე გავიდე. ჩემ საყვარელ ადამიანებთან ერთად. ანუ ზუსტად 2 დღიანი სასტუმრო უდრის ხოლმე იმ თანხას, რომელსაც ვტოვებდი ხოლმე რესტორანში. ხო და ასე გადავწყვეტე, თუმცა ჩემი გოგოები რა თქმა უნდა რაღაცა კი არა და ძალიან გემრიელობებს გავამზადებ და მოვიწვა. მაგრამ გუშინ გავაკეთე ჯავშანი, ჩემმა მეგობარმა მაჩუქა მეორე დაბადების დღის საჩუქარი მივიღე. გავაკეთე ჯავშანი, საწავიდოდი. ვინც მიყურებთ, ყველა კარგად მეხდება რა თქმა უნდა ლაგოდეხში. მე ხვე წამოდიო, წავიდეთო რედისონს აქვს წინანდალში ფასდათმობა, სადაც უკვე ვიყავი. და არ მინდოდა მიუხედავად იმის, რომ ლაგოდეხში ხშირად დავდივარ და ლაგოდეხი არის ჩემთვის რაღაცა სხვა ნათელი და დასვენებასთან ასოცირებული. მოდიოლოპოტა ვნახოთ ფასდათმობას, არაფერი არ მინდა. რაც ღირდა რედისონი და რაც ღირდა ლოპოტა, მხოლოდ ერთი ღამის საფასურში ყვებაც გამომივა მე ლაგოდეხში და სასტუმროც გადახდილი, იმიტომ რომ ერთი კოტეჯი ღირს 250 ლარი. რედისონი ღირდა, რედისონს ჰქონდა ფასდაკლება და ერთი ღამე ღირდა 1000 ლარი, სტანდარტული ნომრები აღარ გვაქვსო და რაღაც კარგი გვაქვსო და 1000 ლარიო და რახან ფასდათმობაო, 2 ღამეს გაგიკეთებთ 1000 ლარათო 2000 ლარის მაგივრადო, მაგრამ იქ საოცარი სამზარეულო აქვთ. ნათელა რესტორანი და კიდევ ერთი ევროპული შიდა და ძალიან საკმაოზე მეტად ძვირი ღირს, მიუხედავად იმის, რომ ძალიან გემრიელია, საკმაოზე მეტად ძვირი ღირს და შესაბამისად ის იქნება და ლაგოდეხში ძალიან გემრიელი საჭმელებია, ძალიან დიდი პორციებია, საოცარი ბასეინია, აი არ ვიცი, მე მგონი მე მიყვარს, ანუ თვითონ უკვე ის სტენდი თუ რა ქვია იმას, სადაც აწერია ლაგოდეხი, მაგას რო ხედავ, იქიდან იწყება ჩემი ბავშვობის გაღვიძება, იმიტომ რომ თუ კი რაიმე კარგია, სამ ფეხს ავიდგავდი, სანამ ჩემი ცნობიერება კიდე კარგად ჩამოყალიბდებოდა. სამი მამიდაშვილი ბიჭი მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს და ასოცირდებოდა ხოლმე მათთან, იმიტომ რომ ალბათ იშვიათად მივდიოდით და ეს ლაგოდეხის ესეთი ვარდისფერი იყო, ხა აღარ მახსოვს როგორია, მე მგონი ისეთია თუ შეცვალეს, თეთრია და მაგას რო ხედავდი, ვხვდებოდი ხოლმე, რომ ძალიან მაგარი იყო, მივიდოდის მამიდასთან, რომელიც ძალიან ბევრ ბანტებს მახვედრებდა, რაღაცა მაშინ ტუჩსაცხების საბავშვო არ იყო და რა თქმა უნდა თავისას მჩუქნიდა და მაშინ ძალიან მიხაროდა, მაგრამ ეხლა რადიკალურად სხვანაირი გავხდი. ძალიან ლამაზ კაბებს მახვედრებდა, ძალიან ლამაზ ტორტს მახვედრებდა ხოლმე, გვიცხობდა რაღაცებს და ნუ აი ეს ალბათ ეს არის რა, ეს გამოძახილია იმის, რომ აი ძალიან ღრმა ბავშვობაში, როცა ჩემი ბედნიერების აღქმა ჩამოყალიბდა, ეს იყო ლაგოდეხი, სადაც მე ბედნიერი ვიყავი უფრო.
კარგად გრძნობდი თავს მამიდასთან, ჩემს მამიდაშვილებთან მოგეხსენებათ 6 წელი მე მარტო ვიყავი და რო გავდიოდი ეს 3 ბავშვი, 3 ბიჭისთვის ერთი პატარა გოგო წარმოიდგინეთ როგორ არიგებდნენ, აბა მიხედეთ არაფერი აწყენინოთ და ისეთი ვიყავი ძალიან და დღემდე რა თქმა უნდა ეს შემორჩეთ ჩემს მამიდაშვილებს, არც ერთი არ მეყურებს, მაგრამ და ზუსტად იციან რომ სამივეზე ვგიჟდები. და ხო, ალბათ ეგ არის ასოციაცია იმის, რომ აი დღეს ვფიქრობდი მაგას, რატო მიყვარს მე ასე ვაკოტეხი. და ხიდზე რომ გადავდიოდით ხოლმე ალაზანზე, ანუ იყოფა იქ უკვე იწყება წნორი დასრულდა, სულ 9 საათის გზა არის და დედა იყო და ხოლმე რომ ხიდზე გადავედითო, ანუ ეს იმას ნიშნავდა რომ უკვე ძალიან ახლოს ვიყავით, უკვე მალე მივიდოდით, ალბათ ვწუხდებოდი ხოლმე გზაში არ მახსოვს. დავლიოთ ყავა და გავაგრძელოთ. ყავის ჭიქიანად გავქრი, უთქვენოდ მივირთვი. მოლი ექიმთან იყო და ნიკუშა ხაზზე იყო. წამეხდა ხასიათი, გამოვიცვლი ახლა კაბას. ვერც ბანკში წავარ და ვერც თმას ვერ შევიჭრი. ხვალ 11 საათზე ჩაინიშნა ოპერაცია. მოლიკოს მოუწევს მთელი დღე ნარკოზში ყოფნა. ურთულესი ოპერაცია უკეთდება, მთელი საშვილოსნო ჩირქით აქვს სავსე. ჩემი ბრალია რომ არ გავუკეთე. აქამდე ამ თანხას ოპერაციის თანხის მეშინოდა და ვაჩერებდი. არ ვიცი რომელზე უფრო ვინერვიულო, მოლის ოპერაციაზე თუ იმ ფულის შოვნაზე რომელიც უნდა გადავიხადო, მაგრამ ყველაფერს მოვერები, დედას ვუტირებ. ხო. ხვალ 11 საათზე აქ მოლის ოპერაცია. იმედს ვიტოვებ რომ კარგად ჩაივლის ოპერაცია, იმედს ვიტოვებ რომ მაღალი სიცხეები აქვს, 2 დღეა. სისხლი გამოდის და მივხვდი რომ მხოლოდ შარდის ბუშტის ანთება არ იქნებოდა, შარდის ბუშტის ანთებაც არის, მაგრამ ეს ძალიან მეორე ხარისხოვანია, დანარჩენი იმიტომ რომ არ შევაჯვარე და იმიტომ რომ თავის დროზე არ გავუკეთე კასტრაცია. აქამდე მივედით. რომ არ დამემთავრებინა არ შეიძლებოდა. ხიარულ ნოტაზე დაწყებული, აფორიაქებული კარგ ხასიათზე მყოფი რომ ვემზადებოდი ჩემი გრანდიოზული დაბადების დღისთვის. რამოდენიმე საათში რადიკალურად შემიცვალა ხასიათი. წავედი, მოგიყვებით აუცილებლად როგორ იქნება ჩემი მოლიკო. ნუ აიყვანთ ძაღლებს, თუ არ შეგიძლიათ ჩემსავით რომ იყოთ პასუხისმგებელი მათ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ გადადებული საქმე ყოველთვის მაინც იქამდე მიდის. ყოველ ზაფხულს თანხმდებოდით მე და დათა იმაზე რომ ფულს შევაგროვებდით და ამას გავუკეთებდით, იმიტომ რომ არ ვაპირებდით შეჯვარებას. და დაისვენებს ძაღლი, დავისვენებ მეც, იმიტომ რომ როცა მქონდა წეჭკა, ძალიან მიჭერდა ხოლმე, ეს არ არის პატარა ძაღლი, რომ რაღაც პატარა მონაკვეთი დაესვარა. ერთი თვის განმავლობაში მე მქონდა ძალიან ბევრი საქმე. ხა იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. გაგაგებინებთ. წავედით.